სამყარო შეიცვალა ცოდვით დაცემის შემდეგ. დაეცა ადამიანი შეიცვალა ყველაფერი. ადამიანი შექმნილი იყო ისე რომ ის დამოკიდებული იყო ღმერთზე. დამოკიდებული არსებაა ღმერთზე ადამიანი. და როცა ეს იკარგება მერე და ეს თვითონ სიტყვა დამოუკიდებლობაც და მე შეგვიძლია დავფიქრდეთ ამაზე. ხო, ღმერთზე დამოკიდებულია, ღმერთის სიცოცხლე, ადამიანი მასზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, სიცოცხლის წყაროსთან არის, როგორც დენის წყაროსთან რო არ იყოს ახლა ეს მიერთებული ხო არ გაანათებს. ასე ადამიანი მიერთებული იყო სიცოცხლის წყაროსთან და ეს ხაზები, ეს სადენები რო გადაიჭრა უკვე ცოდვის გამო, დაშორდა ღმერთს ადამიანს. მე მინდაო დამოუკიდებლობა, შენთან არ მინდაო უთხრა ღმერთს. არ გინდა კარგად იყავიო ღმერთმაც უთხრა და გამოვიდა გამოაძება ედემის ბაღიდან. ნუ ასეთნაირად არ იყო, ახლა მე ჩემებურად ლაპარაკობ რა თქმა უნდა. ხო და რა მოიგო ადამიანმა მე ამ დამოუკიდებლობით, როცა ის დაშორდა ღმერთს, მთელი სამყარო შეიცვალა. აი მთელი ეკოსისტემა რო იტყვიან, იგიც შეიცვალა. ბუნება შეიცვალა, ამინდი ხედავთ. წლიდან წლამდეც როგორ იცვლება, ასეთი იყო 1-15 წლის წინ ასეთი ამინდები არ იყო. მაისში და იმაში დღე კაი ამინს მეორე დღე არ მოსდევს კარგი, ხო? ეს შემთხვევით არ არის ხალხო. გაფუჭდა ყველაფერი და მთელი ქმნილებაო, მასთან ერთად ადამიანთან ერთად კვნესის და იტანჯება. ცხოველიც იტანჯება, მცენარეც იტანჯება, ყველაფერი იტანჯება კვნესის დღეს და ეს ყველაფერი გამოიწვია ცოდვამ, იმ ცოდვამ, რომელმაც ცოდვამაც დააშორა ღმერთს ადამიანი. ეს რისთვისაც იყო შექმნილი, რანაირადაც იყო შექმნილი, იმას მოწყდა ადამიანი, წარმოიდგინე, სიცოცხლის წყაროს მოწყდა და როგორ გინდა ახლა იცხოვრო, სასწაული არ არის მაინც რომ ადამიანი ცხოვრობს საერთოდ და ცოცხალი რომ არის, ეს უკვე ღმერთის წყალობაა. ის უგზავნის მზეს და წვიმას მართლებსაც და უმართლეებსაც, ასე წერია და ასეც არის, ხო? და ამიტომ ხანდახან მორწმუნეებსაც კი გული წყდებათ ღმერთზე. ღმერთო, ახლა მე ასეთი კარგი ვარ, კეთილი ვარ, შენ გემსახურები და რა, ბიჭო, არაფერი არ მაქვს, რაღაცა, ის არაფერს არ აკეთებს, ყაჩაღია, მაიმუნია, მამაძაღლია და ყველაფერი აქვს რა. მანქანაც ყავს, სახლის ყავს და ფულები და მილიარდელია, ხო? მაგრამ როგორ გვეუბნება ღმერთის სიტყვა, რას გვეუბნება? არ შურდეს ბოროტისო. ან რა აქვს ბოროტს შესაშური. ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ ყავს, მას რა აქვს შესაშური ხალხო. შეიძლება ხორციელად მდიდრები, ასე ვთქვათ, ფიზიკურად არავინ არ ვიყოთ და არც ვართ მე მგონი, ჩემგან დაწყებული, ხო? რაღაცა არ გვშია და ღმერთს მადლობა, ღმერთი არ უტოვებს ულუკმაპურად, თუ გააქვთო საზრდო და ტანსაცმელი დაკმაყოფილდითო ამით და კმაყოფილდებით. მაყოფილდებით, მაგრამ იმათ დააკვირდი რამდენი აქვს და ხანდახან თვალი გაგვექცევა, ბიჭო, ახლა მეც მინდა ეს, იმას თუ აქვს, ღმერთისაა ეს სამყარო, ხო? და მე ახლა მისი შვილი ვარ და მე არ უნდა მქონდეს, იმას თუ აქვს ახლა მე რა, ბოროტ სატო აქვს? მაგრამ როცა კარგად გავიგებთ, როცა ბიბლია გვეცოდინება, ღვთის სიტყვა გვეცოდინება, ჩვენ მივხვდებით ადვილად რომ არავითარი შესაშური არ არის ეს. არაფერი, ასე ვთქვათ, იმ ხალხს ვერაფერს ვერ წაიღებს ბოლო-ბოლო აქედან, ხო? ისინი უფრო მეტ წუხარებაში არიან. ის ახლა რომელიც გეჩვენება დღეს რა ცინის ხარხარებს, დროს ატარებს, რო დაწვება ამ ლოგინში რა ფიქრები აქვს. ვინიც და ბედნიერია, ბედნია შიშით კანკალებს. ჯერ არ წაართვან ამის შიშით. მეორე, რომ მოკვდება მე რა ეშველება ამას რომ ვერაფერს ვერ წაიღებს იქით. მე როგორც ეკლესიაში წერია, ხო? მე ვერ წავიღებ იქით, მაგრამ აგერ შვილს დავუტოვებ, შვილი შვილს დავუტოვებ, მაგრამ არავინ იცისო ვის დარჩება შემდეგ ეს ქონება სულელს თუ ჭკვიანსო, ხო? ეგეც წერია. იცვლება ეს სამყარო ყოველწელს, ცხოვრება იცვლება, გარემოებები, ვითარებები იცვლება ყოველწელს ხალხო. დღეს ასე ახვალისე არა. დღეს შეიძლება კაცი ხელმწიფე იყოს და ხვალ არაფერი არ იყოს და ამის მაგალითიც არის ბიბლიაში ნაბუქოდონოსორ მეფე, ხო, რომელიც ამხელა იმპერიას განაგებდა. აუ და მე ვარ რაც ვარ, რო თქო და იმ წუთას წავიდა დაეცა და როგორ დაეცა 7 წელი 4-ზე დადიოდა ცხოველივით, აწვიმდა, ათოვდა, ბჭყალები გაეზარდა, თმები გაეზარდა, ნუ ცხოველად იქცა კაცი. და ამის მოთმენა 7 წელი არ გინდა, მაგრამ კიდევ ვერ მოვიდა აზრზე, რომ დროზე უნდა მოენანიებინა. 7 წელი გავიდა და 7 წლის მე როგორც იქნა თქვა. უზენაესი მეფობს და ისაძლევსო კაცო ხელმწიფებას ყველა სოთორე, მე ვინ ვარო, ბოლო-ბოლო. ეს რო თქვა,
რა მოწყალეა ღმერთი ისევ დააბრუნა ნაბუქოდონოსორი და ისევ ტახტზე დაჯდა ამხელა იმპერიის და შენ წარმოიდგინე ისრაელის დასასჯელადაც კი გამოუშვა ნუ შემდეგ ეს დამსჯელებიც ისჯებიან ისე არ დარჩებიან თუ ღმერთი არ მიიღეს რა თქმა უნდა მაგრამ აი რა ხდება მენაშე ვიცით ჩვენ მენაშე ხო ეს ყველაზე კერტაყვანისმცემელი მეფე რომელმაც ისე გააჯავრაო ღმერთი რომ აი ღმერთმა თქვა რომ აი მოსპობო იუდასაცო გავაკრობო აღარ მინდაო ესენიცო იმ ზომამზე და მიიყვანა ღმერთი ნუ ახლა მიიყვანა ღმერთი ღმერთს ვერაფერს ვერ უსამდა რა თქმა უნდა მაგრამ მეტაფორულად ასე ვამბობთ ხო რა თქმა უნდა და გააჯავრა მართლა მაგრამ როდესაც მოინანია მენაშემ შენ წარმოიდგინე ტახტზეც დააბრუნა მაგრამ ის ღმერთის სიტყვა არ გადავა შემდეგ მისი შვილიშვილი იყო თუ რომელიღაცა მეფე იორამი იყო თუ არ მახსოვს მისი შთამომავალი აი იმ დროს უკვე თაყვანისმცემლობის გამო მაინც რაც ღმერთმა თქვა ის დაემართა მაინც იუდასაც და ისიც გადასახლებული იქნა ბაბილონში მაგრამ ღმერთი მოწყალეა ღმერთი არ უშვებს შანსს ხელიდან რომ როგორმე გადაარჩინოს ადამიანი აი პატარა ბრჭყალის მოსაჭიდიც კი რომ იპოვოს მაგრამ ადამიანს რა გონიათ აი ცოდვით დაცემული გაუკუღმართებული გონებას გონია რომ ღმერთი ჩასაფრებული არის და აუ დამსჯელია და ადამიანმა რაღაცით უნდა ასიამოვნოს იმას თორე და ამიტომ მიაქვთ ხარკი ამ ღმერთთან ვის სანთელი ვის ჯვარი ვის ეს ვის და რაღაც რიტუალებს ასრულებ მარტო ეგრეთ წოდებული ქრისტიანულზე არ ვამბობ გინდა სხვა რელიგიებიც ხო ყველა რელიგია და მისი მიმდევარი ცდილობს რომ რაღაცით ასიამოვნოს ღმერთს და ამისთვის მიაქვთ სხვადასხვა მსხვერპლები ასე ვთქვათ ხო და შემდეგ ნუ ძირითადად რელიგიების ეს რა არის რომ აქეთ სასწორია და აქეთ დადებენ სიკეთეს რაც გაგვიკეთებია აქეთ დადებენ ბოროტებას და რომელი გადაწონის იმის მიხედვით გაანაწილებენ მე ადამიანებს რა თქმა უნდა ეს ეშმაკისგან შემოთავაზებული ტყუილია ადამიანმა მართლა უნდა ასიამოვნოს ღმერთს მაგრამ რითი ვასიამოვნებთ ღმერთს მოდი კიდე ერთ ადგილს გავიხსენებ რაღაცა მონიშნულის ჰქონდა ზალზმაო მუხლების რაღაცა მაგრამ მერე რაჭკუაზე დავდგები არ ვიცი მეთქი მოგწერდა ხო მერე რაჭკუაზე დავდგები მეთქი და იმ მუხლებსაც შევეხები რა ვიცი ახლა რასაც ღმერთი პირდაპირ მალაპარაკებს იმას გეუბნებით ეს არაფერი მომზადებული არ არის მომზადებული იმ გაგებით ახლა სწორად გამიგეთ არ ტრაბახობ რომ მე არ მომზადებია და ისევ ლაპარაკობ მაგარი ვარ მთელი ცხოვრება ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით ისე ვერაფერს ვერ იტყვით თუ მომზადებული არ გაქვს ნასწავლი არ ხარ ეს ყველა რა თქმა უნდა ყველაფერი შემდეგ გამოცდილებიდან მოდის ხო და არც ერთ ადამიანს სულიწმინდა გაგვახსენებს მაიცის კიდე ლაპარაკი აუ სულიწმინდა სულიწმინდა გაგახსენებს რაც იესოს უთქვამს რაც შენ წაგიკითხავს აქ იმას თუ აქ არაფერი არ წაიკითხე და თხადაგიგო წაიკითხე და იქ რაღაცა რობინსონ კრუზო წაიკითხე ისის გაგახსენდება მაგრამ სულიწმინდა გაგახსენებს რაც ღმერთის სიტყვა რაც შენში არის ეს უკვე და იმ მომენტში გაგახსენებს როდესაც საჭირო არის დავუბრუნდეთ სადაც გავჩერდი იმ ადგილს რომ ღმერთი მართლა უნდა ასიამოვნოს ადამიანებმა მაგრამ როგორ უნდა ასიამოვნონ რითი უნდა ასიამოვნონ ქანაანელი დედაკაცი ეს ხო საოცარი ადგილია ბიბლიაში ხო ქანაანელი იესო და მისი მოწაფეები მიდიან და ამ დროს ქანაანელი დედაკაცი გამოვარდა რომელსაც შვილი ყავდა ავად ძალიან ავად და მიხვირის იესოს და შემიწყალე და არიქა მიშველე და ამ დროს იესო მიდის და არაფერ პასუხს არ აძლევს და ამ დროს მოწაფეებმა გააჩუმეო რა ბოლო რომ მოგყვირისო რა და შეგვაწუხაო რა და ბოლო ეს დედაკაცი მიუახლოვდა იესოს და რა გინდაო იესო ეუბნება რა გაიგეთო უთხრა მისი გაჭირვება ახლა ამ ქალმა განა არიციო მე მოვლენილი ვარო ისრაელის დაღუპულ ცხვრებთან წარმართებთან არაო წარმართი იყო ეს დედაკაცი და არაო ორე რა გამოწვევა გაუკეთა იესომ ახლა აბა დედაკაცის პასუხი ახლა გამოჩნდება ახლა გამოიცდება უკვე მისი რწმენა ხო როცა ასეთი პასუხი მიიღო თორე მოდი აქ შენ რო ეთქვა იესოს თავზე ხელი გადაეცვა რა გიჭირს აგებ ვარგაცო ღმერთი ვარ და გეხმარები ხო მაშინ ადვილია ასე რწმენა ღმერთი თუ წინ დაგიდგა თავზე ხელი გადაგისვა მაშინ ყველა ერწმუნებს ასეთ ღმერთს მაგრამ როდესაც იესომ აი ეს გამოწვევა მისცა მას რომ აი ასე არისო ეს მაგრამ დედაკაცი
კაცი დაეთანხმა მიუხედავად იმისა რომ მე შეიძლება ვერც გავიგე შენ მე ძაღლიც კი მიწოდე წარმოიდგინე რომ როგორი არისო ახლა რომ შვილებს პური წაართვაო და ძაღლებს გადავუგდო დაეთანხმა ამაში სუფას იესომ თქვა ეს და თანახმა ვარო მე ძაღლი ვარო კი ბატონო მაგრამ ის ძაღლის წილი მომეციო მეცო ხო ის ნამცეცებიო რომელიც ძირს ვივაო და ძაღლის წილი კი არა ყველაზე დიდი წილი მიიღო ამ დედაკაცმა იმიტომ რომ ღმერთი უყურებს რწმენას ღმერთს თავს მოვაწონებთ მხოლოდ და მხოლოდ რწმენით ვინც ღმერთთან მიდის უნდა სწამდეს რომ ის არის და მის მაძიებელს მიუძღავს ეს არის რწმენის ერთ-ერთი ფორმულა უნდა სწამდეს რომ ღმერთი არის და როცა შენ გწამს რომ ღმერთი არის მაშინ შენ თუ მისი მაძიებელი ხარ აუცილებლად მოგიზღავს ღმერთი არ დაგტოვებს ღმერთი ისე არავის ღმერთი ვალში არ დარჩება ხალხო არი ფიქრობთ რომ თქვენ ახლა ღმერთთან რო ხართ და ბიჭო მაინც არაფერი არ მაქვს ან რაღაცა ასეთი ფიქრების მოდის ხშირად ზეითად მატერიალურ საგნებზე ხო ან ამდენს ვლოცულობ და არაფერი შედეგი არ არის იქ ჩემიანი არ მოდის წვენაში ეს ქვეყანა ისევ ამ დღეშია, მაგრამ ღმერთი არ ტოვებს არავის არც ერთი ჩვენი ლოცვა, არც ერთი ჩვენი შრომა. აგერ ბიბლიაში თავსო ჩაყავდა ერთ სიტყვას საიკითხავ, არაფერი არ დაიკარგება, არაფერი არ დაგეკარგება ღმერთი, ვალში არ დაგჭება ღმერთი. მე ჩემს ცხოვრებაზე მაქვს გამოცდილი. არასდროს არ ვცდილობ რომ ისეთი რაღაცა ვილაპარაკო, რაშიც მე თვითონ არ ვარ და არ გამომიცდია. მე ჩემს ცხოვრებაში იქ რაღაცა ჩემი რაღაცა რო ვიცოდი პატარა და ის ველოსიპედით რო ავდიოდი მთებში და იმაში და რო გადაგებდი და რაღაცას ვაკეთებდი ღმერთისთვის, რომელიც ჩემთვის დიდი არაფერი არ იყო, მაგრამ ღმერთი სხვანაირად უყურებდა ამას. ღმერთი უყურებდა ერთგულებას. ერთხელ მახსოვს თან ბაზარში ვაჭრობდი, რამე კაცოლშვილი ხო უნდა მერჩინა და თოვს ქობულეთის წვიმა და ეს საშინელი ასე კი არ წვიმს ქობულეთში, ასე წვიმს. და თან მართლა ხო ჩვენთან ზღვისპირი იყო აფხაზეთში, მაგრამ აფხაზეთში ასე წვიმს და იქ აჭარაში, რა ვიცი, მუსლიმანები რო არიან, იმიტომ რა ვიცი, უკვე მართად არის ყველაფერი ასე წვიმს სიგანეზე. ხო და სახურება მაქვს, 10 კილომეტრი არის. ველოსიპედი მომზადებული, მაგრამ რაფერ გინდა ახლა ახვიდე. რაფერ გინდა ახვიდე, თავს დავზოგავდი კაცო, ავიღე, დავახტი ამ ველოსიპედზე და თოულჭყაპია თან და ეს თოულჭყაპი და თვალებში მერტყამს პირდაპირ. მივედი ჩვენი ძმის სახლში, მსახურება სადაც იყო და დათებული აქ და ღუმელი, აი სიტყვა შევედი იმან წურწურით ჩამომდის წყალი. სველი ვარ თლიანად. გამაშრეს აქ კარგად. და რამა დღეს რო უყურება ხა დღეს უფრო ჩვენ ისეთი კომფორტული ქრისტიანები გავხდით ქვეყანა ხო არ დაიქცეოდა ხლა არ წავსულიყავი ასე საშინელ ამინჩი რა ღმერთი მომკლავდა ხლა ამის გულისთვის თუ რა უყურე ჩემში ეს რწმენა იყო ეს პასუხისგებლობა რომ როგორ სახურება როგორ უნდა გავაცდინო კაცო ხალხი იქ შეკრებილია მე მიცდის მე მიყურებს იქ ხალხი და სხვათა შორის იმ ოჯახში ახლა ხან გამახსენდა ბიძები ყავდა იმას სახური ძმა არის ეს ხო და ბიძები ყავდა და ხანდახან შემოდიოდნენ და მისმენდნენ რა მეც ახლა რას გადაგებდი ისეც აი წელიწად დახევის მორწმუნე ვიყავი მეტი კი არა და ნუ რაც შემეძლო ხო რა ვიცი შეიძლება იმ დროს უფრო გულიდან მოდიოდა თუ რაღაცა და ერთ დღეს რამ გაფრაზა ის კაცი არ ვიცი მაგრამ მივედი ჯერ გარეთ ზიან ასე ვთქვათ აივანზე ერთ-ერთი ბიძა, მივესალმე, კარგად ვართ ახლა ერთმანეთმა კაცო და რაღაცა გადარჩენას შეეხო საუბარი და გადარჩენა რო ვახსენე ვერ გაიგო ახლა და შენი გადარჩენილისო და ერთი შემომაგინა კიდეც ჩაიბურტყუნა მაგრამ გავიგონე კაცო ქართული კი ვიცი ხო და აი არაფერი არ ვთქვა ახლა ესე იგი იფიქრა ალბათ რომ მე გადაგარჩენო ასე მიიღო თუ რა ვიცი შენი გადარჩენილისო კაი გულიანად ხო კაი შევედით არაფერი არ ვთქვა და ახლა იმ ძმას ბებიაც ყავდა 108 წლის ქალი ზის აგერ თვალებში ვერ იხედებოდა საწყალი მიუჯდა აქ დედამის ახლა ეს ბიძა შვილი ესეც ერთი 70-75 წლის კაცია 70 ჩემს გასაჯავრებდა და ახლა რაღაც იმ დღეს თვალში ვერ მოუვედი და აიყო მეგრულად ჯვემას ვეძახით აი ისა ქვია თუთუნი რა თამბაქო ასე ერთი მუშტის ხალე აიღო რაღაც გაზეთი კომუნისტი იყო თუ ლელო იყო და მაშინ შეახვია კარგად ამხელა რა და რომ დააჯდა თან მსახურება დავიწყებ მსახურება და წამოწვა აგერ და ეს
პარავოზივით გაუშვარა და მოგეთ ააკვამლა აქაურობა. აი განზრახშობა ხო ხედავ. მე მივყები ახლა რა გამიზნულად მისთვის არ ვქადაგებ რა თქმა უნდა, მაგრამ სიტყვა როგორია ღმერთის სიტყვა ხო ორლესული מחვილივითაა ხო ეხება ხო ადამიანებს ჭრის ყველაფერს მიარღვევს და ცოტა ხნის მერე ვხედავ თვალი იქით მაგ მაინც აი რასშურება 1-10 წუთი რო გავიდა ეს სიგარეტი თუთუნით ცოტა დამალა და გადააგდო ცოტა ხნის მერე უკვე ვხედავ თვალებიც ცოტა სხვანაირი გავუხდა და 1-20 წუთის მერე ასე ვთქვა გატოვიო რო იტყვია მზად იყო უკვე რა და ამ ხნის კაცი მუხლებზე იდგა და ვერთო ბაბა დიeda ვერთო აი რასა მე ვინ ვარ მე რა გავაკეთე რა უნდა მექნა იმ კაცისთვის 75 წლის კაცი იყო თან თავის სახლში იყო კაცო მე ვიყავი სტუმარი ხო და ღმერთის სიტყვა შეხო ასე არის ხალხო არ უნდა გავჩერდეთ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ აი ზუსტად იმ დროს გადაგვიშალეს ეგეც მარკოზის სახარება უთხრა მათ იესომ მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთო ვის უთხრა ეს მეთევზეებს რომლებიც თევზის ჭერით ირჩენდნენ თავს პეტრეს, ანდრიას, იაკობს, მის ძმას იოანეს, ხო? ახლა ხო თევზს იჭერთო, ადამიანებს დაიჭერთო. და მართლაც, რა, სახამდები ლაპარაკეთ ეს ყველაფერი ის იყო რომ ადამიანისთვის დასამტკიცებელი გახდა რომ ღმერთი არსებობს. ადამიანს უნდა დაუმტკიცო რომ ის ღმერთი შექმნილია და მაიმუნისგან არ არის წარმოშობილი. აი ეს გახდა ადამიანისთვის დასამტკიცებელი და ადამიანი გახდა დასაჭერი, აი ბადით დასაჭერი ღმერთისთვის. დაგვედი აი ცხოველი რომ ხაფანგში გაებმება შენ მიდიხარ რომ უშველო ხო და იმან არ იცის და უგუნურია და ციხლებს იქნევს ქებს იქნევს რომ წამოგაგოს და ფრთხილად თუ არ იქნები გამოგფატრავს ხო ასე ადამიანის შენ გინდა გადაარჩინო სიცოცხლეს უხადაგებ ქრისტეს უხადაგებ და ის იკლაკნება ყველანაირად ცდილობს გაგირბის ყველანაირად რომ აირიდოს ეს შენი ის და ვერ დაიჭირო მაგრამ კაი მეთევზე რაშურება მომზადებულია აი სატყუარას იცის რომელ თევს რა დროს რა სატყუარა უნდა, კაი მიმზიდველი უნდა იყოს და ჩაუგდო ეს თორე თუ ახლა მეგულად ჭვირთს ვეძახით ხო, ჭვილთია ქართულადაც მე მგონი ჩანგლისგან ვაკეთებენ და მოუქნებენ თევზს და ისე კლავენ ხო და თევზი ან კვდება ან დაიჭრება, გაიქცევა და ის არასდროს არ მოგეკარება მერე. აი ასეთი დამჭრელები კი არ უნდა ვიყოთ ჩვენ. უნდა ვიცოდეთ აი და მით უმეტეს სადაც ცხოვრობთ იმ ხალხის კულტურა, იმ ხალხის მენტალიტეტი, ყველაფერი ეს როცა ვიცით ჩვენ და ადამიანებთან აი დამოკიდებულება როგორი სიფრთხილით რანაირად ველაპარაკოთ ამას ღმერთი გვასწავლის ხალხო ამას ღმერთი იძლევა სულიწმინდა მოგცემთ იმ დროს თქვენ მოწადინებული იყავით ადამიანთა დახსნისთვის თქვენი გულები უნდა იყოს აი ღმერთივით უნდა იყოს ჩვენი გულები რომ აი ვიხსნა როგორმე ეს ადამიანი უთხრა მას და როცა ამას თხოვ ღმერთს როცა ამ იდეით მიდიხარ ასე ვთქვა და ამ გულით განა ღმერთი ისე დაგდოვებს მოგცემს იმ სიტყვასაც მოგცემს იმ გულსაც შენ ოღონდ მიდი მოინდომე რა ესაა მთავარი ეს დაუბარა იესომ თავის მოწაფეებს წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება ვინც არ ირწმუნებს მსჯავრდადებული იქნება მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან ახალი ენებით ილაპარაკებენ გველებს აიყვანენ და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან არ ავნებთ ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ყველა ეს ნიშანი იყო ჯერ წინ უძღვის ამას რაღაცა წადით მთელ ქვეყნიერებაზე და როცა წახვალ და როცა დაიწყებ ამ სახალების გადაგებას კეთილ უწყებას მაშინ ეს ნიშნები უკვე თან გახლდება შეიძლება გაუკვირდეს ადამიანებს ბიჭო მაინც რო არ ხდება არაფერი კი ვქადაგებ მაგრამ ვერც გველები ამყავს ვერც ავადმყოფი იქურნება იქ და ასე შემდეგ ხო რაც ჩამოთვლილია ნიშნები ეს გახლდება ხალხო სოქს გონია რომ ვიღაცას აქვს მარტო ექსკლუზიური უფლება რომ აუ ის განკურნების ძალა აქვს იმ ძმას და გამოეკიდებიან იმაში თუ ჩამოვიდა ამერიკაში ეიქ მირბის ყველა რომ აი იმას ვალოცვინო ხალხო ყველას გვაქვს ეს ცხებული ვართ ღმერთისგან ის ძალა რომელიც იმ ძმაში მოქმედებს შენშიც ის იესოა შენშიც ის მოქმედებს კი იმაში ის შეიძლება ცოტა მეტი ნავარჯიშებია მეტი გამოცდილება აქვს და უფრო ხშირად დამსახურია და არ გამოურიცხავ იმას რა თქმა უნდა ხო რომ იქიდან ღმერთი მოქმედებდეს მაგრამ
ნუ იფიქრებ რომ შენგან ნაკლებად იმოქმედებს ღმერთი შენ შეიძლება ხვალ მკვდარს დაადო ხელი და ის გაცოცხლდეს განა ყველა მკვდრები არ ვიყავით დაგვასხა იესო ხელი და ყველა გაგვაცოცხლა ეს არის მთავარი ხალხო სახარება რა არის იესო ქადაგებდა ცათას ასუფეველს იესო არ ქადაგებდა კეთილდღეობას დედამიწაზე იესო არ ქადაგებდა ასე ვთქვათ პრაცვედანიის სასახარებას რა რომ ახაც კარგად უნდა იყო და იქაც კარგად უნდა იყო ღმერთი წინააღმდეგი არ არის შენ აქ კარგად იყო გქონდეს კარგად ცხოვრობდე მაგრამ შენი წილი არაფერი არ მოგაკლდება არც საჭმელი მოგაკლდება არც სასმელი მოგაკლდება არც საწოლი მოგაკლდება არც სახლი მოგაკლდება და არც ის დევნა მოგაკლდება რომელიც მოწუნეებს უნდა ახლდეთ თან მაგრამ ამ დევნაზე ლაპარაკი არ უნდათ არიქა ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა ზეცაში იესო მეფეები გავხდა და აი цаრეი ვარ და კაროლი ვარ და ეს ვარ და ის ვარ ხო კი ბატონო ბიბლია ამას გვიწოდებს ხო მაგრამ ამისთვის კი არ უნდა ვიღწოდეთ ჩვენ რომ კარგად ვიცხოვროთ აქ და იქ ზეცაში მემკვიდრეობა მივიღოთ ჯერის რა მემკვიდრეობა ესა დასადგენი ხო მემკვიდრეობა ზოგს გონია რომ სახლები დახვდება იქ და ოქროებით სავსე დახვდება ხო ის მიწიერი ფიქრები ხო რომელიც ადამიანს აქ აქვს ყველა სულიერი ქრისტიანი ხო არა არის ხორციელი ქრისტიანების ხო ისინიც გადარჩებიან ხალხო ყველა ერთნაირად სულიერი ვერ იქნება და არის ასეთი წარმოდგენებიც რომ იქ ზეცაში ოქროს ქუჩები იქნება და რაღაცა ოქროს ქუჩები არა ბრილიანტის ქუჩები იქნება კიდე რა თუნდა ქუჩა კი არა მზე არ იქნება იქ და მთვარე არ იქნება იმიტომ რომ იესოს დიდებამ გაანათა იქავრობა არაფერი არ იქნება იქ ხალხო საჭირო იესოა ყველაფერი იესოა პასუხი ყველაფრისა, ყველა ჩვენი გაჭირვებისა, ყველა ჩვენი პრობლემისა არის იესო ქრისტე მიიღე და დაარჩენი ყველაფერი შენი წილი გექნება. როცა ის დევნაც გექნება, ნუ შეგეშინდება, როცა წაგიყვანენ მართველებთან, წაგიყვანენ ვიღაც მეფეებთან, წარსადგენად და ამ დროს წინასწარ არ დაიწყო კანკალიო, იქ მოგეცემაო რა უნდა თქვათო. როცა ერთხელ ავედი სახურებაზე კათედრაზე ის განცხადებები გავაკეთე მე ხუცეს უნდა ეხადაგა გვარს არ დავასახელებ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე არის იმის არ იყოს და როდესაც თქვი აი ეს სიტყვა რომ მიყურებს და მოსწონს ახლა რომ ვეუბნები ყველაფერი გვექნება ქრისტეში ეს და ბოლოს ის ჩვენი წილი დევნაც გვექნებაო კი ნაღამ ფეხით ჩამომიღო ტრიბუნიდან დევნა არ მოეწონა მაგრამ ხუმრობ მართლა ის ძალიან გაიცმარი და ღმერთმა აკურთხოს ხო მაგრამ არ მოსწონ დღეს ის კი არა მრავალ ეკლესიაში ცოდვის წინააღმდეგაც ვერ იქადაგებ ადამიანი სუსტია ცოდვილი კი არა კაცო და ბუნება კი არა აქ ცოდვილი ეს სუსტია ადამიანი ახლა რა ვქნათ რა და ეფერებიან ადამიანი რას ეფერები იღუპება ადამიანი ცოდვაში წევს და უნდა უთხრა ხო რა მთელი ქვეყნიერება წევს ცოდვაში იოანე მოციქულმა ისე რა კარგად განმარტა 4 სიტყვაში განმარტა მთელი ცხოვრება სამყაროსი მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს კი არ დგასთანაც წევსო რო იდგეს კიდე არ აუშავს ხო წევს და ქვეყნიერება ბოროტებაში და რო ბოროტებაში წევს აი ეს ხალხი რომელიც ჩვენ გონია რომ უმნიშვნელო ვართ არც ერთი არ ვართ უმნიშვნელო არც ერთი შემთხვევით მოსული არ ვართ ხალხო ნუ რავინ იფიქრებს ამას მე ახლა მას გულის მოსაგებად კი არ გეუბნებით მართლაც ასეა ღმერთი ლაპარაკობს ასე მისი სიტყვა ამბობს ამას რომ თქვენ ხართო ქრისტეს სხეულის ასოები ყველა ასოს აქვს თავისი დანიშნულება თითი იქნება მჩხილი იქნება თმა იქნება ყველაფერს უმნიშვნელო ორგანო არ არსებობს ხო როგორც ადამიანის ფიზიკურ სხეულში, ქრისტეს სხეულში მით უმეტეს. ერთი ადამიანი რო იყოს ყველაფერი, მაშინ ღმერთი იქნება და რაღაც გვინდა ან ეკლესია ან რაღაცა, მაშინ ზალმა იცის ყველაფერი და ზალი ღმერთი და ან მე და ან ზურა და რაღაცა ხო, მაგრამ არა ხალხო, მას ის მსახურება მისცა ღმერთმა. ამ კაცს ის დაავალა, თქვენ ეს დაგავალათ და ამის ნიჭი მოგცათ ღმერთმა. ღმერთს მადლობა ამისთვის. გიორგი თქვენს რაც ლაპარაკა იმის მერე საერთოდ გამოვიდე თუ არა იმას ფიქრობდი, ხო? ყველაფერი ილაპარაკა რაც მე უნდა მეთქვა ხო დიდება ღმერთს ამის გულისთვის მაგრამ მეც რაღაცები ამიტომ ვილაპარაკე მაინცო თავი გაგაცანით და აი რაც ჩემი ცხოვრებიდან გამოცდილება მაქვს რაღაცა ეს გაგიზიარეთ ხო არ დამიწყია რამე თეოლოგიური სწავლებები ხო არ დამიწყია რაღაცა ვინ წვენის დაკარგვა შეიძლება თუ არ დაკარგვა და ნესტორიანელები რას ამბობდნენ და თუმცა ესეც ვიცით გარკვეულწილად რაღაცები მაგრამ და აი წაიკითხავენ ახლა სწორად გამიგეთ ვინმეს კი არ ლანძღავდა იმიტომ კი არ მომბ მაგრამ არის
არის ეგეთი ხალხის რომ წაიკითხავენ არ ეკლესიის ისტორიას რაღაცას რომელიც წელს იქ ხატაყვანისმებლობა როდის დაიწყო ის როდის დაიწყო იქ არიანელები ვინ იყვნენ ისინი ვინ იყვნენ რაღაცა და თავი ღმერთი გონიათ რა და გიტევენ მე რა შენ და არ მინდა ძმაო რას მაძლევს ის კი მეცმახის გადაკითხული არც მინდა მამა მინდა არც არავინ არ მინდა არც ზეციდან რო დაყურებს 100,000 წმინდანი იგიც არ მინდა არაფერი არ მინდა იესო ქრისტე მინდა და იესო ქრისტე როცა მინდა მყავს აგერ და ყველაფერი მაქვს დიდება ღმერთს აი ესაა ჩვენი ყველთავარი იესო ჩვენი სიცოცხლე იესო როგორც ეს კაცი პასტორი ბუშის წიგნი არაა იესო ბედისწერა ხო არ არსებობს ეს ხო ბიბლია ეწინააღმდეგება მას მაგრამ იესო ჩვენი ბედისწერა იესოა ჩვენი ბედისწერა და მადლობა ღმერთს ამისთვის